მე პირადად ამ დიაგნოზმა იმდენად შემიცვალა ცხოვრება, იმდენად რადიკალურად შევცვალე ჩემში ძალიან ბევრი რაღაცა, რომ თითქოს მადლიერიც ვარ, რომ არა ეს დიაგნოზი ამ ყველაფერს ასე ვერ დავინახავდი, როგორც ახლა ვხედავ. მე ვარ ნინო აფაქიძე, ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი. 2 შვილის დედა, ცხოვრობ თბილისში. ვარ ონკოპაციენტი, რომელიც გავდივარ ახლა მკურნალობის აქტიურ კურსს, იმუნოთერაპიას. მაქსიმუმ მე-4 სტადია და ვიბრძვი გამარჯვებისთვის. 2023 წელს გადავიღე, ხო წავედი სკრინინგზე და სანამ მამულოქთან მივიტანდი ამ დასკვნას და აუცილებლად რომ იმეტანა მეტყოდა უკვე ბიოფსია გავიკეთოთო, ერთ კვირაში გავიკეთე ტესტი და გავიგე რომ არ ორსულად. 1 წელი ისე გავიდა, ბავშვი გავაჩინე, მთელი ორსულობა გავიარე, ნუ რამდენად რთულად რაღაცა ის მქონდა განსხვავებული რაღაცეები, მაგრამ ყველაფერს ვაწერდი რომ ორსულად ვარ. აი ბოლოს უკვე როცა მივედი და გავიგე რომ ძალიან საყურადღებო მდგომარეობა იყო და ეგრევე ექიმმა მითხრა რომ ბიოფსია გავიკეთოთ. გავიკეთე და აღმოჩნდა რომ ნუ ორი კვანძიდან ამოიღეს და ორივე იყო კარცინომი. მთელი ორსულობა მქონია კიბო. იმდენად შოკი იყო რომ საერთოდ დერეფანშეს რომ წავიკითხე და გავშრი რა, ანუ ცრემლი არ მქონდა. აი ესე ვისრესდი თვალებს, უცრემლოდ ვიწმენდი ამ თვალებს. ჩემი თქმა მეუბნება თან ამ პერიოდში იქნება არ არის რატო ნერვიულობ რა იყო, აი აქამდენი ხალია და არავინ ასე არ განიცდის და რა გჭირს და მეუთხარი კიბო მაქვს თქო და როგორ არ უნდა განვიცადო თქო და ექიმი ვარ თქო და ვიცი თქო რას ნიშნავს მეთქი ეს აი ერთადერთი მომენტი როდესაც ნეტა არ მცოდნოდა თქო ნუ ახლა ეს რას შეცვლიდა მაგრამ აი ესეთ შოკირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდი რა პირდაპირ რომ ეჯახები რომ კიბო გაქვს ნუ ეჯახები კიდე მეორე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომ ეს გამოკვლევები სანამ უკვე ოფიციალურად კიბოს დიაგნოზი არ ჩაიწერება, ყველაფერი არის ფინანსურ რესურსთან და ამაზე რო ფიქრობ, ორი პატარა თიხა საიდან უნდა გქონდეს იმხელა საშუალება და თანხა, რომ ჩვენ ორივე ძალიან ვშრომობთ, მეც, ჩემი მეუღლეც და გქონდა მცირე დანაზოგი და ვაპირებდით სოფელში სახლის აშენებას. მომენტალურად რო ფიქრობ, რომ ის ამდენი დანაზოგი, რასაც აგროვებდი, უნდა შენი შვილებისთვის რაღაცა შეგექმნა და ეხლა შენ უნდა დახარჯო იმისთვის, რომ შენ იყო ჯანმრთელი. ნუ კი გასაგები, ამ მომენტში წამიერად ფიქრობ, რომ დანაშაულის გრძნობა გიჩნდება რაღაცნაირად, რომ რატო დამემართა ეს რა და როგორ შეიძლება ეს ამერიდებია. ჩემი მიზანია, აი ამ ინტერვიუს მიზანია და ამ სიუჟეტის, რომ ამით უთხრა იმ ონკოპაციენტებს, რომლებმაც დღეს უნდა დაიწყონ ამ გზის გავლა და დღეს გაიგეს დიაგნოზი, გუშინ გაიგეს დიაგნოზი და არიან ძალიან გაურკვევლობაში, არიან შეშინებულები, მინდა ვუთხრა, რომ თუ ჩვენ კიბოს შეუშინდით, უფრო მეტად შეგვაშინებთ, უფრო მეტად დაგვიმორჩილებს და აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები. ჩვენ კიბოს როგორც მივიღებთ და როგორც დავხვდებით, ესე ვთქვათ, როგორი მედგრებიც ვიქნებით, მედეგები, იმდენად შეშინდება და იმდენად გაიქცევა. კიბო განუჩენი არ არის.